სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია რადიო იმედის ყოველკვირეული ток-შოუ აკრძალული ხილი. ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში სამშაბათობით 22 საათსა და 9 წუთიდან. ამ პროექტის წამყვანი გახლავართ მე, დაფნა, და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს თანაწამყვანს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ექიმ-სექსოლოგს, პროფესორს ბატონ ზურაბ მარშანიას. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით, დაფნა, ჩვენს ტრადიციულ საღამოს თუ ღამის გადაცემაზე, ალბათ უფრო საღამოა, ხო? ჩვენთვის საღამოა, ბატონო ზურაბ, ვიღაცისთვის ბავშვებისთვის ღამეა, ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ბავშვებს უნდა ეძინოთ ახლა. ამიტომაც უმორჩილესად ვთხოვ ყველას, თუ თქვენ შვილს არ ძინავს და თქვენ აპირებთ ამ გადაცემის მოსმენას, გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვები მინდა რომ მოარიდოთ რადიო მიმღებებს, იმიტომ რომ არც ერთი გადაცემის თემა მათთვის მოსასმენად არ არის განკუთვნილი, განსაკუთრებით დღევანდელი, დიახ. განსაკუთრებით დღევანდელი. ჩვენ დღეს განვაგრძობთ საუბარს ჰეტეროსექსუალობაზე, მაგრამ სანამ სერიოზულ თემებზე გადავალთ, ბატონო ზურაბ, დღეს ესეთ კარგ რაღაცას წავაწყოთ ინტერნეტში, რო არ მომეტანა, არაფრით არ შეიძლებოდა და მინდა რომ თქვენც გაგამხიარულოთ ცოტა და ჩვენი რადიო მსმენელებიც. ვიპოვე ესე იგი შემდეგი რას ამბობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები სექსის შემდეგ, მამაკაცები. საინტერესოა. ვერძი, მამაკაცი ვერძი სექსის შემდეგ ამბობს, დავიწყოთ თავიდან. კურო, მშია ქალო რამე მაჯამე. ყუპები, სად არის ტელევიზორის პულტი? კირჩხიბი, როდის დავქორწინდეთ? ლომი, ძალიან ლომია. ხომ მართლა შესანიშნავი ვიყავი. ქალწული, მიმიშვით ერთი ზეწარს შევამოწმებ. სასწორი, შენ თუ მოგეწონა, მეც მომეწონა. მორიელი, მგონი ეხლა შეიძლება შენი აშვება. ნუ მიხვდებით ეხლა რომელ აშვებაზეა საუბარი. შვილდასანი, ნუ დამირეკავ, მე თვითონ დაგირეკავ. ხის რქა, ვიზიტყა ხომ არ გაქვს საყვარელო. ძალიან სერიოზული კაცია. მერწყული, მოდი ეხლა ვცადოთ ტანსაცმლის გარეშეც. მეტად ტანსაცმლის როგორი ვარა. და ბოლოს თევზები. რა ურას ამბობდი რა ქვიაო? ასე რომ აი ასე. რა შეიძლება ჩვენს წინა გადაცემას, მაგრამ მიმოხილვა გავაკეთოთ ბატონო ზურაბ. ისმენთ, აი ორიოდე სიტყვით წინა გადაცემაში რა ხდებოდა ჩვენს თავს. წინა გადაცემაში ჩვენ ზოგადად მიმოვიხილეთ რაღაცა პატარა მოთელვასავით იყო, რომ გადავსულიყავით ძირითად თემაზე, რა თქმა უნდა, შევეხეთ ჰეტეროსექსუალობასთან დაკავშირებულ ზოგად თეორიულ ასპექტებს და მერე უკვე გადავედით და დავიწყეთ საფუძვლიანად ლაპარაკი უფრო საინტერესო თემაზე, რაც და ამ დროს ჩვენი დროც ამოიწურა. ამოიწურა, დიახ, ლაპარაკი იყო იმაზე, ნუ რაც ძალიან აინტერესებს ყველას. ეს არის სქესობრივი აქტი. სქესობრივი აქტის ჩატარებაზე, სქესობრივი აქტის უფრო სწორედ წინა პერიოდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და წინა სასიყვარულო პრელუდიის სახელით არის ცნობილი, ამაზე საკმაოდ დეტალურად მოვასწარით ჩვენ. და მე როცა უნდა გადავსულიყავით ესე იგი ძირითად ნაწილზე, ჩვენი გადაცემის დროც ამოიწურა. ასე რომ დღეს სალაპარაკო საკმაოდ ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ ეს თემა, რომელიც არის სქესობრივი აქტი, თემა არის, რომელიც მუდმივი ყურადღების ცენტრშია რა. და სხვათა შორის გვიანი შუა საუკუნეების ფრანგი, რენესანსის ეპოქის ცნობილი ფრანგი მოაზროვნე მიშელ მონტენი, სხვათა შორის ერთ-ერთ თავის ესეიში, ის საერთოდ ესეის როგორც ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებლათაც ითვლება, ეს გენიალური პიროვნება იყო მონტენი. მონტენი პირდაპირ ამბობს, რომ რა დააშავა ისეთიო ამ სქესობრივმა აქტმაო.
რატო რა თვალსაზრისით? არავინ რო ამაზე არ ლაპარაკობთ, ტაბუირებული რო არისო ეს თემაო. ჩვენ ლაპარაკობთ ყაჩაღობაზე, ლაპარაკობთ მკვლელობაზე, ლაპარაკობთ ქურდებაზე, საშინელებაზე ლაპარაკობთ რა. მაშინ არ უხმარია მას სიტყვა მაგალითად ან სადიზმი ან რაღაც დაუშვათ განსაკუთრებული სისასტიკით რაღაცა ჩადენილი, მაგრამ ყველაფერი ამას ლაპარაკობს ისა და ამ დროს ყველანი გაურბივართ სერიოზულ ლაპარაკს სქესობრივ აქტზეო. ამ ძალიან ჩვეულებრივ და აუცილებელ რაღაცაზე, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა და ადამიანის გამრავლება. არ შეიძლება მონტენს არ დავეთანხმოთ. მავანის წარმოდგენა აი თუნდაც მონტენის სიტყვებზე და ჩემსა და თქვენს დიალოგზე. რაც უკვე წინა გადაცემაშიც მოვისმინეთ და ეხლა კიდე მინდა დავსვა კითხვა იმათ მაგივრად, ვისაც შეიძლება ეს აზრი მოუვიდა ეხლა თავში. და საჭიროა კი ამაზე ლაპარაკი? ნუ თუ ეს მე-16 საუკუნეში მონტენი მიხვდა რომ საჭიროა და აუცილებელია, ახლა 21 საუკუნეში თუ ამაზე ადამიანი ამას ვერ მიხვდება, ეს უბრალოდ ალბათ სამარცხვინოც არის და ეხლა რა არის საჭირო იცით რა არის, რატომ არის? უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ არსებობს ესეთი შეცდომა თუ ილუზია თუ არ ვიცი, რომ აი ყველა სქესობრივი აქტი და ყველა ასე ვთქვათ აი სიყვარულის ტექნიკა ვითომ რაღაც ინსტრუქციის სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული რა და სხვათა შორის არის ამერიკელი სექსოლოგი გრილი, რომელიც წერს ესეთ რაღაცას, რომ აი ზემოთ აღნიშნულ ინსტრუქციებში ერთი და იგივე ფარული აზრი დევს, რომ ვითომ რო არსებობს რაღაც საერთო სტატისტიკური სქესობრივი აქტი ყველასთან ერთი და ორივე პარტნიორისთვის ამ დროს გარანტირებულია სიამოვნების მიღება და ეს დიდი შეცდომა არ არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მითი. აი ეს არის ზუსტად აი სქესობრივი გაუნათლებლობის მიზეზი და ეს არის აი ეს მითი და შეცდომა იმის თაობაზე, რომ ჭეშმარიტი სექსუალური კმაყოფილება არ შემოიფარგლება ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოებში არსებული ნერვული ქსოვილებით. ის ორივე სექსუალური პარტნიორის მთელ ორგანიზმს მოიცავს და მათ ჰარმონიულ ერთიანობაშია და აი სწორედ ამისი გასიგრძე განება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ აი ეს სქესობრივი აქტიც და ეს სქესობრივი ცხოვრებაც, აი ეს არის გარკვეულწილად ქალისა და მამაკაცის ჰარმონიული ერთიანობის მიღწევა. აი ამისი გაცნობიერება არის აუცილებელი და ამისთვის მათ შორის ჩვენი გადაცემაც არის მოწოდებული და იმედია გვანიშნებენ რომ ერთი წინ უკვე საინფორმაციო გამოშვება გველის მოკლე საინფორმაციო გამოშვება მე უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა დავამატო ბატონო ყველაფერს იმას რასაც თქვენ ამბობთ აბსოლუტურად ვეთანხმები უბრალოდ მინდა ერთი ჩემგან ერთი კომენტარი გავაკეთო ჩვენ საუბრობთ ამაზე აი ამ გადაცემაში და ვსაუბრობთ მე როგორც წამყვანი და მე ვარ ფაქტიურად ხალხის რუპორი, იმ ადამიანების რუპორი, ვისაც ეს თემა აინტერესებს. და მე დაახლოებით იმ კითხვებს ვსვამ, რაც მგონია რომ სხვა ადამიანების თავშიც შეიძლება გაჩნდეს. ამ შემთხვევაში ბატონი ზურაბი არის პროფესიონალი. ჩვენ საუბრობთ მე განა ტყუილად გადაცემის დასაწყისში ტყუილად მის მთელ რეგალიებს წარმოვთქვამ. ამას რა თქმა უნდა ტყუილად არ ვაკეთებ. მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ იცოდეთ ვინ ზის ამ სტუდიაში. ვინ და ვინ საუბრობს ამ თემაზე და ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს თემა უნდა გახდეს განხილვის საგანი ჩვეულებრივ საზოგადოებაში, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ დავსხდებით კაფეში, მეგობრები, გოგონები, ბიჭუნები და დავიწყებთ სქესობრივ აქტზე საუბარს. ეს ამას არ გულისხმობს. ჩვენ საუბრობთ ამაზე აი ამ გადაცემაში. ამაზე საუბრობენ სპეციალისტთან, ამაზე საუბრობენ იმ ადამიანთან, ვისაც ძალიან ენდობიან. არა, ესე ცოლ-ხვარვაც რო ილაპარაკოს ამ თემაზე, ცუდია? აი, იქ ზუსტად იქ მივდივარ. მათ შორის ცოლ-ქმარმაც. ყველაფერი დანარჩენი. ფაქტია რომ ერიდებიან, მალავენ და მე უმძიმეს პრობლემამდე მივდივართ, ოჯახის დანგრევამდეც მათ შორის ხო. თემა განვავითაროთ მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, დარჩეთ ჩვენთან ერთად. Ток-шоу უპროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კლავეთერში დავბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე დაფნა გახლავართ, ბატონი ზურაბ მარშანია მზად არის უპასუხოს ნებისმიერ თქვენს შეკითხვას, თუ გაგიჩნდებათ ასეთი. ჩვენი გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 2921188 და 2921199. განვაგრძობთ საუბარი ბატონო ზურაბ, შევჩერდით იმ თემაზე, რომ ცოლ-ქმარი ზოგჯერ არ უტყდება ერთმანეთს, რომ არის რაღაც პრობლემა.
ძალიან უჭირთ ერთმანეთთან იმის თქმა, მაგალითად მეუღლეს რომ უთხრა რომ იცი რა მე ვერ ვიღებ კმაყოფილებას, იმიტომ რომ შენ ძალიან სწრაფად იღებ კმაყოფილებას, მაგალითად აი მსგავსი რამ ხო რაზედაც უკვე წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ. ნადრევი ეკულაცია. გარდა მაგისა კიდევ მაგ პრობლემის გარდა არის სერიოზული პრობლემა იმასთან დაკავშირებით, სერიოზული გაუგებრობები იმასთან დაკავშირებით, რომ აი რა სიხშირის უნდა იყოს სქესობრივი ცხოვრება ეს ცოლ-ქმარს შორის. არსებობს თუ არა რაღაცა ნორმა, რომელიც დაწესებულია და სხვა შორის ამასაც ვერ ეუბნებიან ერთმანეთს, მერე არის ხოლმე პრეტენზიები აი ქალის მხრიდან ან ნაკლებ აქტიურობასთან დაკავშირებით, ან ზედმეტ აქტიურობასთან დაკავშირებით და აი ყოველთვის მეც ხშირად მეკითხებიან და ისედაც არსებობს ესეთი აი აზრი, რომ აი უნდა არსებობდეს რაღაცა ნორმა. ნორმა რა არის? როგორ შეიძლება ნორმა არსებობდეს? კვირაში 3 ჯერ? სექსოლოგიაში საერთოდ არ არსებობს ესეთი ნორმა, იმიტომ რომ ეს დაკავშირებული არის ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის სქესობრივი კონსტიტუცია. ამას კიდევ უძახიან ტემპერამენტსაც უძახიან. ეს ქალსაც აქვს სქესობრივი კონსტიტუცია, ქალისაც და მამაკაცის სქესობრივი კონსტიტუცია. ჩვენ წარმოვიდგინეთ, ზუსტად შეიძლება იყოს გამოთვლილი, არსებობს სპეციალური ფორმულები, არსებობს სპეციალური, ასე ვთქვათ, ხრილები, რომლის მიხედვითაც აბსოლუტური სიზუსტით შემიძლიათ გითხრათ რა. ვინ როგორი კონსტიტუციის ფლობელია და შეიძლება იყოს სუსტი, საშუალო და ძლიერი. Ну, გასაგებია, როდესაც სუსტი კონსტიტუციაა, ვერ მოთხოვ იმას, რომ მაგალითად სქესობრივი აქტი კონდეს ყოველ დღე მამაკაცსა რა. და ქალსაც სუსტი კონსტიტუციით არა აქვს მაგის სურვილი, რომ აი, როდესაც ესეთი არის ხოლმე ესეთი მე ვიტყოდი დისბალანსია რა, მამაკაცსა და ქალის კონსტიტუციაში შორის. ეს არის ასე ვთქვათ პირდაპირი გზა ცოლ-ქმრული დისარმონიისკენ და შესაბამისად კონსტიტუციას თქვენ ვიზუალურ კონსტიტუციას გულისხმობთ? არა, არსებობს ბევრი პარამეტრები. მათ შორის ანატომიური, მათ შორის ვიზუალური გასინჯვის საშუალებით, მაგალითად თმიანობის ტიპით შეიძლება დადგინდეს მამაკაცის თმიანობა. აი მართალია, რომ ჭარბთმიანი მამაკაცები უფრო ტემპერამენტიანები არიან? იცით რა, ეს დამოკიდებული არის, ну აი თვითონ ჰორმონალური ფონი მამაკაცის არა? ის ისახება თმიანობაზე, ხო? ეს ყველასთვის ცნობილია, თმიანობის ტიპზე. ანუ რაც უფრო თმიანია მამაკაცი, უფრო ძლიერია? ну, ესე პირდაპირი, ასე ვთქვათ, მყარი კორელაცია არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის ბევრი სხვა კომპონენტებია, აი ტროქანტერული ინდექსიც არის ესეთი. არ მინდა შორს წავიდე, ეს ანატომიური, წმინდა ანატომიური და ყველაზე უფრო, ну, ახლა ვის აინტერესებს ახლა ეს? მე მაინტერესებს მე. არის ესეთი მონაცემი, რომელიც ადვილად გამოითვლება და არის კიდე მაგალითად ყველაზე ესეთი საინტერესო მონაცემი, როგორიც არის მაქსიმალური ექსცესის რაოდენობა. ექსცესი ეს არის აი ერთ ღამეში მამაკაცზეა ლაპარაკი, ეს უფრო აინტერესებს ხოლმე. რამდენჯერ, ესე იგი, ჰქონდა ცხოვრებაში ადამიანს სიცოცხლეში ერთზე მეტი სქესობრივი აქტი ერთ ღამეში ერთ ქალთან რა თქმა უნდა. რატო რა თქმა უნდა? ну ასეა რა. ხო და იმის დამიხედვით აი რამდენი ხო შესაბამისად ესეც ეს ყველაფერი ჯდება და მე სპეციალური ფორმულა დგება და ის რომ ერთხელ ქონდა ცხოვრებაში ის მაინც ითვლება? რაღაცა მაჩვენებელი, ესეც სერიოზული და მაჩვენებელია. და ვაი თუ მართლა ერთხელ ქონდა ესეთი დიდი წარმატება ცხოვრებაში და მერე აღარ. არა, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ერთხელაც თუ ქონდა, და ერთზე მეტი თუ იყო, ეს არ აუშავს, მაგრამ აი ერთი თუ ქონდა და ერთზე მეტი არასოდეს ქონია. ეს დიდი ალბათობით მიანიშნებს, ესე ვთქვათ, სუსტ კონსტიტუციაზე, მაგრამ ხა ფლათ ეგრეც არა, ბევრი პარამეტრებია რა მან რა. ძალიან ბევრი პარამეტრებია და ნუ ეს სექსოლოგი ამას აკეთებს მარტივად, რა თქმა უნდა, ბევრი დრო მიაქვს საერთოდ სექსოლოგიური ანამნეზის შეკრებას, პაციენტის გასინჯვას. ძალიან უკითხულმე რა, ამდენი ხანი რა უნდა შენთან პაციენტს, რა უნდა, იმიტომ რომ სექსოლოგთან მოვიდა. და ბევრი რამე აქვს მოსაყოლი. არის ზოგჯერ სხვა სპეციალობის ექიმები, რომლებიც დაუშვათ რამოდენიმე წუთში ამთავრებენ მიღებას. ზოგი წამშიც ახერხებს მაგას. ну არის ესეთი გენიოსები რა. 100 პაციენტს ღებულობს 2 საათის განმავლობაში რა. ჩემთვის მე ვიცნობ ესეთ ადამიანს და ვეთაყვანები მათ ნიჭს და უნარს რა. მაგრამ ეს რა ვიცით მედიცინისგან ძალიან შორს დგას. ჩემი გაგებითა და ჩემი ასე ვთქვათ მენით. ისევ თქვენ შევთანხმდეთ რომ ნორმა არ არსებობს რა. ყველაფერი არის ინდივიდუალური, იცით?
და ნორმა იცით რა არის? რაც სიამოვნებს ქალს და მამაკაცს, რამდენჯერაც სიამოვნებს, აი ეს არის ნორმა. თუ სიამოვნებს კვირაში ერთხელ, ეს არის ნორმა. თუ სიამოვნებს 10 დღეში ერთხელ, ეს არის ნორმა. თუ სიამოვნებთ ყოველ დღე, ეს არის ნორმა. მათთვის ორივე. ერთადერთი ჩემი რეკომენდაცია ის იქნება, რომ აი ესეც სხვათა შორის სქესობრივი გაუნათლებლობის ბრალია და ამ თემაზე რო არ საუბრობთ, იმის ბრალია, რომ ბევრი მამაკაცი და სხვათა შორის ხანდახან ქალიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომ რატომ არ აქვს ექსცესი. ესე იგი, ერთზე მეტად რატომ თითო სქესობრივი აქტის დროს ამ დროს ყოველ დღე აქვს სექსი. კარგით რა. იმაზე მეც ნუ მოვთხოვთ რა ადამიანს. მე უხსნი ადამიანს, რომ ერთია, როდესაც ადამიანს არ აქვს რეგულარული სქესობრივი ცხოვრება და საზღვრად თვეში ერთხელ ჩაუვარდა ესეთი ბედნიერება და ერთი სული აქვს და ახლა იქ არის რაღაცა გამართლება, რომ კონდეს ექსცესი და როცა ადამიანს მამაკაცს აქვს რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, მით უმეტეს ყოველ დღე აქვს სექსი, რა თუნდა იმას ექსცესი. ეს ელემენტარულად არის, თქვათ ესე, არც თუ ისე კარგი ადამიანის ჯანმრთელობის. გადაღლა არის? რა თქმა უნდა, ფიზიკური გადაღლაც არის და ემოციურიც, იმიტომ რომ, შეუძლებელია ესეთი რიტმის და მას გონია, რომ ეს პათოლოგია არის, ვიცით? და მე რა ხდება, იცით, არის ესეთი მცნება ძალიან საინტერესო სექსოლოგიაში, აი განსაკუთრებით ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, პარტნიორულ ურთიერთობებში, რასაც ქვია პირობითი ფიზიოლოგიური რიტმი. პირობითი ფიზიოლოგიური რიტმი ეს არის, ესე იგი, ის მოდით უხეშად რო ვთქვათ, ის ნორმა, რომელიც უყალიბდება ცოლ-ქმარს, მაგრამ ამას ჭირდება წლები სხვათა შორის. ესეც ერთ-ერთი მაჩვენებელია სხვათა შორის სქესობრივი კონსტიტუციის ერთ-ერთი პარამეტრია რა. რაც უფრო გვიან შედის პირობით ფიზიოლოგიურ რიტმშია რა, მაგალითად მამაკაცს, მით უფრო ძლიერია მისი კონსტიტუცია. მართლა, რა საინტერესო. აი მე მყოლია პაციენტები 10-12 წლის მერე შესულან. ეს ძალიან დიდი პერიოდია. საშუალოდ ეს არ აღემატება 2-3 წელიწადს. შეიძლება 4 იყოს. და მე უკვე შედიან ამ რიტმში. მე შედიან რა და კვირაში 2-ჯერ, კვირაში ერთხელ ხო და მანამდე არის ყოველ დღე. ხო და ამას გონია რომ ეს რა ქვია, ეს ყოველ დღე იქნება სიცოცხლის ბოლომდე, ასე არ არის გენაცვალე. მოდის პირობითი ფიზიოლოგიური რიტმი და ეს ნორმალურია და განიცდიან ამას და აი მე დავიღუპე, მე თავს მოვიკლავ, მე ესე იგი მაქვს დისფუნქცია, ხო ისევ იმპოტენციას უძახის ზოგიერთი, ვერ გაიგეს რომ აღარ არის ეს ტერმინი. და მე მამაკაცობა არა მაქვს და დავიღუპე და არაფერი დაღუპული არ არის, შევიდა პირობით ფიზიოლოგიურ რიტმში, ეგ არის და ეგ. ამას ქვია, იცით, ცრუ ერექციული დისფუნქცია, ანუ სექსუალური დისფუნქცია, რომელიც არის არა ჭეშმარიტი, არამედ ცრუ. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან კარგი ვარიანტია. და პაციენტისთვისაც შესანიშნავი ვარიანტია, იმიტომ საკმარისი არის რაციონალური ფსიქოთერაპიის ჩატარება. ელემენტარულად რომ აუხსნა პაციენტს, რომ ესე არ არის რა. რომ ეს ყველაფერი ნორმაში ჯდება რა, რომ მე ეს ყველაფერი გაევლის. სამწუხაროდ მაინც უფრო ხშირი არის, როდესაც არის რეალური დარღვევა. მე მინდა დაუბრუნდე ჩვენს გადაცემას, წინა გადაცემას. რა თქმა უნდა, ხა როცა ითიშება მიკროფონები ან გავდივართ სარეკლამო ჭრაზე ან ამინდის პროგნოზია, რა თქმა უნდა ჩვენ ჩუმად არ ვართ და სტუდიაში ვსაუბრობთ. ხა მე მგონი მსმენელებს ეს არ გაუკვირდებათ. ჩვენ წინა გადაცემაზე ხმის რეჟისორი ყავდა მამაკაცი. რომელმაც დასვა ესეთი კითხვა, თქვენს რეპლიკაზე იმის თაობაზე, რომ შეჩვეულ პარტნიორთან გაცილებით უფრო ადვილი და სასიამოვნოა ურთიერთობა, მას გაუჩნდა ასეთი კითხვა, როგორ და ერთი და იგივე პარტნიორი წლების განმავლობაში ხო ძალიან შეჩვევი და მოსაბეზრებელი ხდება და აბა როგორ ის სწრაფვა მამაკაცისა, რომ რაც შეიძლება ბევრი ყავდეს პარტნიორშა. ასე სამწუხაროდ ეს უკვე პათოლოგიაც არის და ცნობილი არის სხვათა შორის ფსიქიატრიაში რიტმთან დაკავშირებით გამახსენდა. დონ ჟუანის სინდრომთან დაკავშირებით მეც მყოლია ეგეთი პაციენტები და საკმაოდ რთულია ასეთი დისფუნქციის მართვა, კურნალობა. ეს არის დონ ჟუანის სინდრომი, ესე იგი ერთი და იგივე პარტნიორი ვერ ანიჭებს ადამიანს ესე იგი იმ დონის სიმძაფრეს სექსუალური განცდებისა, რაც მის მოლოდინებში არის და ამიტომაც ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის. არც ისე ცოტა არის ეს პაციენტები სხვათა შორის, თუმცა საბედნიეროდ არ ძალიან ბევრია. სამკურნალო რთულია. კარგი, მამაკაცებში ამას ქვია დონ ჟუანის სინდრომი და ქალს თუ ჭირს იგივე იმას რა ქვია? როგორ არა, ქალებს ყავს ესეთი პაციენტები. ამასაც დონ ჟუანის სინდრომი არა, დონ ჟუანის სინდრომი არ ქვია. მაგას ქვია, ესე იგი, იცით რა, საერთოდ სატირიას უძახიან მამაკაცებში და ნიმფომანიას უძახიან ქალებში.
მაგრამ ჩვენ ამ დიაგნოზს არ ხმარობთ. ჩვენ არც ლიმფომანიას ვწერთ და არც სატირიას და არც დონჟუანის სინდრომს. არა. აქ ლაპარაკი არის, დიაგნოზი არის, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია DSK-10, რითაც ვსარგებლობთ ჩვენ და რითაც ვწერთ, არსებობს კოდიფიცირებულია ეს ყველაფერი. მომატებული სქესობრივი ლტოლვაა. მეტი არაფერი. საკმაოდ ხშირია ესა და სხვათა შორის ესეც საკმაოდ რთული სამკურნალოა. თუმცა ვახერხებთ რაღაცებს და ქალებიც მოდიან ჩემთან და ხანში შესრულებით სხვათა შორის. ძალიან კარგი იყო. ბოლო პასაჟი მომეწონა. და ახლა ბოლო პასაჟი ალბათ შემდეგი პასაჟიც მოგეწონებათ ახლა რა რა ქნას ამ ქალმა ახლა როცა და რა უნდა ქნას და უნდა უმკურნალოდ ქმარს რომ მეტი შესაძლებლობები ქონდეს მას ხო მართალია რა ლოგიკურად ჯდება და ლოგიკურად ასეა. არა იმას მაინც ვერ ეტყვით რომ იცით რა თქვენი ხა ისეთი გრძნობები გაქვთ და ისეთი ცხელი ქალბატონი ბზანდებით ნუ 1 2 3 ღამეს არ ეტყვით რა თქმა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოვიდა ქმარი ერთ-ერთი ესეთი პაციენტის და ჩაიტარა მკურნალობა და რა ვიცი ახლა ნუ სიამტკბილობაში ატარებენ სიბერეს. მე იმედი მაქვს კი. ყოველ შემთხვევაში ეს მისასალმებელია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ჰიპერსექსუალობა სამკურნალოა მამაკაცის და ქალებშიც, მაგრამ ეს არ არის ვიღაცას გონია რომ უნდა დაუნიშნო ესეთი პრეპარატები, რომ ეს ლტოლვა ჩაუკლა, ასე არ არის რა. იმიტომ რომ ეს ხო არის ფაქტიურად ფსიქიკური აშლილობის ამა თუ იმ სახის ხშირად ნევროზული ასე ვთქვათ რეგისტრის არის ზოგჯერ არც ფლატ ნევროზული რეგისტრის არის იმიტომ რომ ასე დროს არის ხოლმე ხა არ მინდა ტერმინი ვიხმარო მაგრამ ობსესიურ კომპულსიური აშლილობის გამოხატულება შეიძლება ანუ უფრო ფსიქიატრის სამკურნალოა ვიდრე თქვენი იცით რა სექსუალური დისფუნქცია მხოლოდ სექსოლოგის სამკურნალოა. არა ის რაზეც მაგრამ თუ ეს არის გამოხატულობა მაგალითად აი ფსიქოზური რეგისტრის რაღაცა ფსიქიატრიული რა თქმა უნდა ერთობლივად კურნალობთ ჩვენ. ერთობლივად. საერთოდ სექსოლოგი ხშირად მუშაობს წყვილში მუშაობს ესე. ნუ ასეც უნდა იყოს. აბა როგორ? ენდოკრინოლოგთან, კარდიოლოგთან, ფსიქიატრთან რა თქმა უნდა, ნევროლოგთან. ბატონზურაბ მე მენიშნა ერთი ასეთი ინფორმაცია. ქალთა დიდი უმრავლესობა, თითქმის 90% ალერსის მძაფრ მოთხოვნილებას განიცდის. რას ნიშნავს ეს? 90%, ნუ ეს მსოფლიო მასშტაბით ალბათ, ხო? ჩვენ საქართველოს მონაცემების სამწუხაროდ არა გვაქვს. არა გვაქვს, არა. საქართველოში ესეთი სოციოლოგიური კვლევები პრაქტიკულად, ხელმისაწვდომი არ არის ახლა. მე საკმაოდ წარმატებით ვეძებ ლიტერატურულ პირველწყაროებს ყველა ენაზე, რასაც ვფლობ, რამდენიმე ენას ვფლობ, უცხოურს და ახლა ქართულსაც ცუდად არ ვფლობ. და ნუ არ არის მონაცემები. ხდომა მე არა მაქვს ჯერჯერობით ვერც ბიბლიოთეკაში და ვერც ინტერნეტში არ მგონია რა. შეიძლება არსებობს ესეთი რაღაცა კვლევები, რასაც მე ვერ მივაგენი და ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება რა. ვაგრძელებ მე ამ ძებნას და ალბათ ვიპოვე. ხო მე მენიშნა ეს ძალიან 90% არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. არის მაღალი და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს ქალისა და მამაკაცის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის სხვაობაზე მიუთითებს რა. იმიტომ რომ თუ მამაკაცისთვის ასე ვთქვათ ხორციელი კომპონენტი არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, აი როგორც ამ გრირის ციტატაში რო იყოს, აი მამაკაცისთვის მართლა სასქესო ორგანოებში არსებული ნერვული ქსოვილებია ხშირად გადამწყვეტი. ქალისთვის ესე სულაც არ არის და როდესაც მამაკაცი რომელსაც აქვს სქესობრივი განათლების დაბალი დონე და ეს არ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის მაგალითად ალერსი წინასასიყვარულო პრელუდია. ეხლა მე არ მინდა ეხლა გავაკეთო რაღაც შორს მიმავალი დასკვნები და ჩემი პაციენტი ახლა ცოტა არ ამყავს პაციენტი, ბევრი მყავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩემი პაციენტებიდან, იგივე ონლაინიდან 2700 რესპონდენტი მყავს უკვე ონლაინზე, ხო? კონსულტაციაზე. შეიძლება ცალსახად დასკვნა გაკეთდეს, რომ ქართველი მამაკაცების კარგა მოზრდილი ნაწილი მნიშვნელოვანი ნაწილი მე არ ვამბობ უმრავლესობა პრაქტიკულად არ ატარებს წინასასიყვარულო პრელუდიას, ანუ თქვენ რასაც ბრძანებთ ალერს, რაც ანიჭებს ქალს ჭეშმარიტ, ასე ვთქვათ, სიამოვნებას და სექსუალური ჰარმონიის შეგრძნებას 90%-ში ბრძანებთ და გეთანხმებით. და ეს სავალალოა და ეს არ შეიძლება, ეს არის ანორგაზმიის მიზეზი როგორც წესი. ანორგაზმია მე თავისთავად, ასე ვთქვათ, ცოლქმრული სექსუალური დისჰარმონიის სერიოზული მიზეზია, რომელიც შეიძლება ოჯახის დანგრევითაც დასრულდეს და ამ დროს არ არიან ქართველი ქალები ესე ცივები დამიჯერეთ რა, ბევრად უფრო სექსუალურებია ვიდრე სხვა.
საერთოდ სამხრეთელები უფრო სექსუალურებია. ეს ცნობილია რა და ეხლა ჩემი პრაქტიკიდანაც ეს აშკარაა ახლა. ხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი სტერეოტიპი თავში, რომ სხვა ქვეყნებშიც მიმუშავია და სხვა ქვეყნების ქალები, ხო, იგივე სლავი ქალები, რატომღაც ჯობნიან და რატო ჯობნიან ვერ გავიგე. არ არის ეხლა მიმუშავია მე სხვა ქვეყნებში, მათ შორის სლავურ ქვეყნებში აღარ მინდა კონკრეტულად კონკრეტულად და რაღაცა. მაგრამ ქართველი ქალები ბევრად უფრო სექსუალურები არიან. ესე იგი ორგაზმის მიღწევის უნარი ფიზიოლოგიურად თუ მამაკაცი სწორად იქცევა, იცით? ლოგინში და ლოგინის გარეშეც. მამაკაცს გონია რომ ესე იგი ქალის ორგაზმი მიიღწევა მხოლოდ ლოგინში და არ არის ასე რა. არ არის ასე. ქალის ორგაზმის მიღწევა იწყება ლოგინის გარეთ ჯერ. შეიძლება წინა დღითაც, შეიძლება იმავე დღითაც, შეიძლება ამიტომაც აქვს დიდი მნიშვნელობა თუნდაც აი რომანტიული გარემოს შექმნას, პატარა რომანტიულ ვახშამს, თუნდაც სანთლების ქვეშ. ხო, ბანალურად ჟღერს, მაგრამ იცით რა კარგად მოქმედებს ეს ყველაფერი? განსაკუთრებით ქალზე და რაც თავარი ეს არის სიტყვა. ქალი აიგზნება სიტყვით. რეალურად ქალის ორგაზმი, ესე იგი, სიტყვით მიიღწევა. არ მინდა ვთქვა ენით, იმიტომ რომ შეიძლება კუნილინგუსში მაღაზიც ვილაპარაკებთ, ეხლა თუ გვეყოდო და ეს სხვა რაღაცა არის რა და ეხლა რა არის იცით, მე მინდა მაინც კიდევ ცოტა შევცვალო დისკურსი ჩვენი გადაცემისა, კი არ შევცვალო, ოდნავ გადავიტანო ეს დისკურსი, იცით, მიმართულება რა თვალსაზრისით. ჩვენ ვთქვით რომ აი ქართველ ქალებზე ვთქვით, ესე იგი საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ვთქვით და იცით რა, სიტუაცია უნივერსალური კი არის ამ ბევრი თვალსაჩინით, აი ქალისა და კაცის განსხვავებასთან დაკავშირებით, მაგრამ აი დიდი განსხვავებაც არის მაგალითად დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. აი თუნდაც ესეთი მოვლენა, როგორიც არის ქორწინების ასაკი. ქორწინების ასაკი. ეს საერთოდ იმიტომ რომ აი არის ესეთი მონაცემები 30 წლის ასაკის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქორწინებაში შედის 90% მამაკაცებისა და ქალებისა. წარმოგიდგენიათ? 30-ის შემდეგ? დიახ. და საქართველოში? ეს მონაცემი მაინც არა გვაქვს? საქართველოში გვაქვს ეს მონაცემები და საქართველოში ეს მონაცემი სამწუხაროდ ყოველ შემთხვევაში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის სავალალოა და სერიოზულ გაფრთხილებებს და სერიოზულ ყვითელ ბარათებს აჩვენებს სხვათა შორის საქართველოს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. მე მინდა ესეთი ერთ-ერთი დოკუმენტი და დამონარიდი მოვიტანო. აი აქ საქართველო მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში მოლდავეთის შემდეგ, მოლდავეთი გვასწრებს მარტო, გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. და ესე იგი ჩვენს მერე მოდიან თურქეთი და ტაჯიკეთი. ტაჯიკეთი. ვასწრებთ. საქართველოში 20-დან 24 წლამდე გოგონების 19% ესე იგი 18 წლამდეა გათხოვილი. ბატონო ზურაბ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ იმათი მონაცემები, იგივე ამერიკის მონაცემები, ხო? სადაც ქალები იწყებენ გათხოვებაზე ფიქრს 30-ის შემდეგ. არც ეს არის მაინდამაინც მისასალმებელი. მაშინ ყველა ბავშვი იბადება გვიან ასაკში. ეს არის მეორე უკიდურესობა, საერთოდ გვიანდელი ქორწინებას თავისი პრობლემები აქვს და ეხლა ეს სულ სხვა თემაა რა და ალბათ რეპროდუქტიულ ყვითელბარათს იმათ საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს არ უწევენ. არა, ჩვენ რაზე გვიწევენ, იცით, ესე იგი აიუყურეთ რას წერენ ისინი. გაეროდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, ორი ამხელა ორგანიზაციაა რა. პარტნიორებთან ერთად მოუწოდებს სახელმწიფოებს ჩვენს საქართველოსაც გამოაცხადონ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად. მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად და შეიმუშაონ სტრატეგიული გეგმები ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფრებლად. რატომ? იმიტომ რომ ქორწინება ესეთი არა უარყოფითად მოქმედებს გოგონას ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ართმევს განათლების მიღების საშუალებას, წარმატებულად დასაქმების შანსს. და ხშირად ექცევა ესეთი ახალგაზრდა მოზარდი ამ ოჯახში როცა შედის არა ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ. იცით რა ეს ანგარიშგასაწევია ეს ფაქტი და რატომ ხდება, რატომ არის ეს მოვლენა ჩვენთან ესე ფართოდ გავრცელებული? და დავმოვიდი რა. ეგრეა ახლა ამას ვერ გავექცევით ჩვენ.
რატომ ხდება ესა? ჩემი აზრით, ნაადრევი ქორწინების საქართველოს ერთ-ერთი მიზეზი თინეიჯერების მიერ სექსუალური გამოცდილების შეძენის სურვილია ელემენტარულად. და მეტი არაფერი. ოფიციალური სექსი რო ქონდა. და რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია კიდევ მკაცრ ტრადიციულ ოჯახურ აღზრდასთან, აი ზუსტად ასეთ ნაბიჯს უფრო დგამენ მკაცრ და ესე იგი ტრადიციულად აღზრდილი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ ბედავენ უბრალოდ შეყვარებულთან ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყებას. ესე იგი, ელემენტარული ცნობის მოყარეობა ხდება ხშირად ქორწინების, ასე ვთქვათ, მიზეზი რა. თუმცა მე არ გამოვრიცხავ რომანტიულ ურთიერთობებსაც ეს ხდება და ანუ სკოლის მერხიდან გათხოვებას არ მიესალმება გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მაგრამ მიცით რა მე რატო არ არის აქ საუბარი ჯანმრთელობაზე? აქ არის ძირითადად საუბარი იმაზე, რომ ეს გოგონა ვერ იღებს განათლებას. რატო ვერ იღებს განათლებას? იცით რა, ეს სოციალური ასპექტია უფრო წინ წამოსული ამ შემთხვევაში. ახლა ჯანმრთელობა ეს ერთი მხარეა. ეხლა პრინციპში მაინც აქსელერაციის პირობებში, ვიცით ჩვენ ნაადრევი მოწიფების პირობებში შეიძლება ჯანმრთელობას იმდენად დიდი საფრთხე არ ემუქრებოდეს. მაგრამ მე უფრო ფსიქიური ჯანმრთელობა ძალიან აი ფსიქიკური კი და ეს უშუალოდ აი ამ სოციალურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული, რაზედაც ამახვილებენ ყურადღებას ხო, რომ გარემო არის ოჯახში სადაც შედის ასე ვთქვათ განწყობილი ხო? ფსიქოლოგიური ზედაწოლის ქვეშაა. ეს ხო თინეიჯერია ეს ბავშვი, ხო? ეს ხო მართლა ბავშვია რა. და მას აიძულებენ რომ რაღაცა გააკეთოს არა თინეიჯერო, არა თავისი ასაკის შესაფერისად? არა, იცით რა, ახლა როდესაც ქორწინებაში შედის ადამიანი, ქორწინება ეს არის სერიოზული პასუხისმგებლობა, ხო? და ცხადი ახლა იმ პასუხისმგებლობის, ასე ვთქვათ, როგორც მინიმუმ გაზიარებას თხოვს, იგივე დედამთილი იქნება თუ სხვა. ეს ხო ბუნებრივია და ამას ესე იგი ბავშვის ფსიქიკა ვერ უძლებს ხშირად. ძალიან საინტერესო თემაა, ბატონო, ჩვენ კვლავ ვტიხრავს საინფორმაციო გამოშვება. მე უბრალოდ მინდა მივმართო ჩვენს რადიო მსმენელებს, თუ ხართ ვინმე რადიო მიმღებებთან, ვინც ამასაკში გათხოვდა, დაგვირეკეთ და მოგვიყევით ერთი თქვენი გადმოსახედი, ძალიან ბევრია, ვიცი, მაგრამ გაბედოს ვინმემ დაგვირეკოს და თქვენი გადმოსახედიდან, აბა დღეს როგორ აფასებთ თქვენს გათხოვებას? როდესაც თქვენ იყავით 16, 17 თუ 18 წლის. ჩვენი ტელეფონის ნომრებია 2921188 და 2921199 დაგვირეკეთ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. ახლა არ დაიწყოთ რეკვა. Talk-show უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. ეთერშია რადიო იმედის ყოველკვირეული talk-show აკრძალული ხილი. ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში სამშაბათობით 22 საათსა და 10 წუთზე. მე ამ პროექტის წამყვანი დაფნა გახლავართ, სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს თანაწამყვანს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ექიმს სექსოლოგს, პროფესორს ბატონ ზურაბ მარშანიას. უმორჩილესად გთხოვთ აქვე სანამ ბატონ ზურაბი მოგესალმებათ. 16 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდოთ რადიო მიმღებებს, რადგანაც ეს გადაცემა მათთვის ნამდვილად არ არის განკუთვნილი. ახლა კი მინდა მივმართო ყველას, ვინც აქამდე გვისმენდა, საინფორმაციო გამოშვებამდე მე გამოვაცხადე ტელეფონის ნომრები, თქვენ შეგიძლიათ სტუდიაში დაგვიკავშირდეთ, ნომრებია 2921188 და 2921199. თემა, რომელზედაც უნდა დაგერეკათ, არის ნაადრევი ქორწინება. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ გაერო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თიც გვიქნევს და გვეუბნება თქვენთან ძალიან მაღალია პროცენტი ნაადრევი ქორწინებებისა, რაც ზეგავლენას ახდენს გოგონას ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, მის მორალურ მდგომარეობაზე და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ასე რომ თუ გაქვთ ამის გამოცდილება, თუ ადრე გათხოვდით, მაინტერესებს თქვენი დღევანდელი გადმოსახედი და როგორ ხედავთ თქვენს მდგომარეობას, აი იმ დროინდელს, როდესაც გათხოვდით. გრძნობდით თუ არა რაიმე ზეწოლას ოჯახში? თუნდაც იგივე აი ბატონმა ზურაბმა ახსენა დედამთილის მხრიდან, ხო? 16 წლის არ ვიცი რა უნდა გააკეთებინოს, მაგრამ ალბათ არის ამის პრეცედენტი, ხო? რომ დედამთილი, ვთქვათ, აიძულებს გოგონას რომ რაღაცა აკეთოს ოჯახში, ან ის რომ იმ წუთასვე შვილი უნდათ და აჩენინებენ ფაქტურად ლამის არის მართლა ზეწრებით დარბიან და აბა არის რატო არა ჩვენს გენაცვალე და შეიძლება არც აიძულებენ დაფნა, მაგრამ ახლა რა არის იცით? აქ არის შეუთავსებლობა რაღაცნაირი, აი
შეუთავსებლობა ფსიქოლოგიურ განვითარებასა და თუნდაც სექსუალურ განვითარებასა და რეალურ სიტუაციას შორის. ვერ აუდიან იმ გამოწვევებს ის ახალგაზრდა თუნდაც გოგონები, რომლებიც აი 15-16 წლის ასაკში თხოვდებიან და თუნდაც რომ ავიღოთ ახლა ბავშვის მოვლა ახლა ადვილია. არა რა თქმა უნდა. ჩემი გამოცდილებიდან. ამასთან დაკავშირებული მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი უპრობლემო ბავშვი იყო აბსოლუტურად. ამიტომაც ეს ობიექტური რაღაცა არის და ალბათ ამაზე ფიქრი არის საჭირო. მეორე მხრივ რა თქმა უნდა ეხლა ორიაზე არ არსებობს იმაზე რომ გვიან ქორწინება გარკვეულწილად უკვე დემოგრაფიულ პრობლემებსაც უქმნის არა ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს, იმიტომ რომ დაუშვათ ოპტიმალურ ასაკში მაინც მე მიმაჩნია რომ ოპტიმალური ასაკი ქორწინებისთვის არის 21-22 წლის შემდგომ არა 21-22 წლიდან სადღაც 30 წლამდე რა იმიტომ რომ მე უკვე რაღაცნაირად რეპროდუქტიული შესაძლებლობები ქალისა მცირდება, კლებულობს რა და შესაბამისად, ერთი შვილი, მაქსიმუმ ორი შვილი. როგორც ხდება ესე დასავლეთში და ჩვენ ვიცით რომ დემოგრაფიული თვალსაზრისით ორი შვილის ყოლა ვერ უზრუნველყოფს ერის გამრავლებას. გამრავლებას კი არა, კვლავ წარმოებას, რომ დარჩეს იმ დონეზე. ორი შვილი არა? არა, ორი მიდის კლება. ჩვენთვის ასეა? თუ ყველასთვის? სამ შვილზე უკვე მიდის მატება. აჰა. ორზე როგორ გითხრათ? არ არის სტაბილურად ორზე? არა? არა. და საინტერესო. ვინ წარმოიდგინეთ არა. აი სამ შვილზე უკვე შეიძლება ლაბორატორია. მე არ გამოვადექი სამ შვილს. მე არა ვარ დემოგრაფი, მე უბრალოდ თვითონ ჩემი კოლეგა პროფესორებისგან ვისთანაც. არა, მე როგორც დედა და როგორც რეპროდუქციულ ასაკში ჯერ კიდევ მყოფი ქალი ვერ გამოვადექი სამშობლოს მეთქი ამის თქმა. ყველაფერი წინ არის დახნა. ყველაფერი წინ არის და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ შანსი რა თქმა უნდა აი 35 წლისა რო თხოვდება ქალი არა, შანსი იმისა რომ მას ეყოლება 4 შვილი. 3 ვთქვათ რა, მოდი ვთქვათ, აი ყველაზე ოპტიმალური არის 3. ნაკლებია, ვიდრე 20-დან 30-მდე. ნაკლებია, აი 25 და 35 წლის ასაკი ავიღოთ არა. 25 წლის ასაკში გათხოვილი სიტყვაზე ქალს გაცილებით მეტი შანსია რომ ყავდეს 3 შვილი ცხოვრების განმავლობაში. ვიდრე 35-ისას. თავისთავად. ამიტომ ეს ანგარიშ გასაწევიც არის. მაგრამ მე სხვა კითხვა მიჩნდება. საინტერესო იცით რა არის? ქალი 21 წლის ასაკში გათხოვდა. დიახ. ვინ არის ის სტატუსით? მას აქვს ალბათ ახალი დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი. დიახ. ალბათ აი ამაზეა საუბარი ხო კიდევ? აი ამ დოკუმენტში მაღაზია, აი ამ თითის ქნევაზე რომ ეს ქალი არ არის ოჯახში შემომტანი, ასე ვთქვათ, ხო? რაც თავისთავად ქმნის თავისებურ პრობლემებს, ხო? მარტო მამაკაცმა რატომ უნდა არჩინოს ქალიც და კიდევ 3 შვილიც, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან უხეშად. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რასაც ჩვენ გვეუბნება გაერო. ანუ ეს ქალი რომის უნარიანი უნდა იყოს, უნდა გადიოდეს სახლიდან და იმასაც რაღაცა დოვლათი შექმნაში წვლილი უნდა მიუძღოდეს და ოჯახის რჩენაში. ამიტომაც არის ალბათ, რომ ის ჩვენი ძველი ტრადიცია, რომ ქალი ზის სახლში და მამაკაცი უზრუნველყოფს ოჯახს და წვრილ შვილს, ჩვენს დღევანდელობაში ცოტა რთულია. მოძველებულია ცოტა ეს და ეს ძირითადად აი ესეთი სტერეოტიპი, ესეთი სოციალური ასე ვთქვათ სტერეოტიპი, რომ აი მამაკაცი ეს არის შრომელი, მშოვნელი და ქალი ზის ოჯახში. ნუ ეს გამომდინარეობს წმინდა ფეოდალური ასე ვთქვათ სპეციფიკიდან რა. კაცი მუშაობდა მიწაზე, მოყავდა მოსავალი, ქალი იყო სახლში, ზრდიდა ბავშვებს, რაც უფრო ბევრი იყო ბავშვი, მით უფრო მეტი მუშახელი ყავდა, ბიჭებიც იყვნენ მათ შორის, ხო?
რომლებიც მე ეხმარებოდნენ მამას და ერთად მოიწევდნენ მოსავალს და რაღაცა. ნუ კარგით რა, ეხლა ესეთი სიტუაცია და ესეთი რეალობაა საქართველოში. სოფლად. მაგრამ ამასაც მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, ბატონო ზურაბ. ქალი, რომელიც გატაცებულია თავისი კარიერით და ფიქრობს იმაზე, რომ კიდევ ერთი წელი მოიცა, აი ახლა კიდე წინ წავიწევ. აი ახლა კიდე კარგ სამსახურს ვიშოვი და მე უკვე ბავშვს გავაჩენ. ან მე გავთხოვდები, ამ თავის საქმროსაც ეუბნება, მოდი ცოტა ხანს მაცალე რა, ნახე ახლა აი კარგი ადგილი გამოჩნდა და აი ახლა ხელს არ მაძლევს მე გათხოვება. ეს ყველაფერი შემდგომში უქმნის პრობლემას, იმიტომ რომ არც ის საქმროელოდება ამდენი ხანი. გოგონებიც ძალიან აქტიურები გახდნენ ამ ბოლო დროს, ხო? და ის ქალი მე კარგავს, შესაძლებელია რომ კარგავს თავის შანსს იმისა, რომ გახდეს დედა და გახდეს სრულუფლებიანი ოჯახის ერთ-ერთი სრულიად სამართლიანია ეს თქვენი რეპლიკა, აბსოლუტურად ყველანაირად მართლზომიერია, მაგრამ მოდი ერთ ფუნდამენტალურ პრინციპს მივაქციოთ ყურადღება რა. აი ეს სიტუაცია, რომლის მოდელირება ახლა თქვენ გააკეთეთ, ეს ტიპიური სიტუაცია საკმაოდ გავრცელებულია დღეს საქართველოში, იმიტომ რომ ემანსიპირებული ქართველი ქალების რაოდენობა მატულობს. თუმცა ტრადიციულად მოაზროვნე და ადრე გათხოვილებისაც მეეჭვება რომ კლებულობდეს რა. პარალელურად მიდის ეს პროცესი და იცით რა. ეს სრულიადაც არ უწყობს ხელს საზოგადოებაში სოციალურ, ასე ვთქვათ, ჰარმონიზაციის პროცესი, პოლარიზაციის უფრო აძლიერებს, იცით ესა. იმიტომ რომ შეუთავსებელი ხდება ხშირად, ესე იგი ის პრიორიტეტები და ფასეულობები, რომელსაც ეს აქეთ და იქეთ ორიენტირებული, ასე ვთქვათ, ქალები და არა მარტო ქალები, მამაკაცები მისდევენ და იცით რა, მე ერთ რაღაცას გავუხსვამდი ხას. აი ამ დოკუმენტშიც, ამ გაეროს და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დოკუმენტში ერთი მომენტია. ადამიანის უფლებების ხელყოფა არ უნდა ხდებოდეს ასეთ ვარიანტში. როდესაც არის ესეთი ნაადრევი, ესე იგი, ქორწინება რა, უკვე ამ ნაადრევად დაქორწინებულ გოგონას არავინ არაფერს არ ეკითხება. რა უნდა მას? როდესაც დაუშვათ ემანსიპირებული ქალი აკეთებს არჩევანს, მაგალითად ნაკლებიშვილის სასარგებლოდ და უბრალოდ კარიერის სასარგებლოდ, ხო? ეს მისი არჩევანია. ესე იგი, ადამიანი, ანუ პიროვნება აკეთებს თავისუფალ არჩევანს და გოგონა, რომელიც 15 წლისა გათხოვდა, ეს მისი, ესე ვთქვათ, შეიძლება გათხოვებაც ხშირად არ არის არჩევანი, თუ ის მაგალითად მოიტაცეს, თუ ის მაგალითად აი ელემენტარულად რაღაცა ცნობის მოყვარეობა უნდა და სექსი გამოცდილება მიეღო რა და ეს ხო არ არის გონიერი არჩევანი, გათხოვდა და ამითი ესე იგი ადამიანის უფლება რა თქმა უნდა ილახება და ამაზე აქ ესე ბატონო ზურაბ, ემანსიპირებულ ქალებთან დაკავშირებით მინდა ერთი რეპლიკა გავაკეთო კიდევ. სანამ მოკლე საინფორმაციო გამოშვება მოგვისწრებდეს და როგორც ყოველთვის ვერ ვასწრებ თუ ერაფრის თქმას ხოლმე, მინდა გითხრათ რომ რაღაცის თქმას ვასწრებ. ხო. არა, მივდივარ საინტერესომდა და ხო მე გვიწევს ხოლმე დამშვიდობება. მე მინდა ვთქვა რომ თავს მივაკუთვნებ ემანსიპირებული ქალების რიცხვს. დამერწმუნებით ალბათ იმაში რომ მეტყუილი არ მჭირდება აქ არავისთან თავის არც ქება და არც დამცირება, მე მინდა უბრალოდ ობიექტურად რეალობას გაუსწორო თვალი და გითხრათ რომ ჩემი სამეგობრო, დაახლოებით ჩემი თანატოლები და ჩემ სოციალურ საფეხურზე მდგომი ქალები, ჩემი მეგობრები. მინდა გითხრათ რომ თითქმის არც ერთი არ არის დაოჯახებული და არც ერთს არ ყავს ბავშვი. მე გამოვდექი გამონაკლისი ჩემ შვილზე არის ახლა ყველა ჩაციკლული და მთელი ფოკუსირება არის ჩემ შვილზე, იმიტომ რომ აი მე რაღაცნაირად კონტექსტიდან ამოვხდი და გავაჩინე ბავშვი საკმაოდ ესე იგი სოლიდურ ასაკში. რაც შეეხება დანარჩენებს, იცით რამდენი კითხვები აქვს, იცით რამდენი პასუხგაუცემელი კითხვაა და სულ მიკვირს, რომ საუბარი არის ძალიან წარმატებულ ქალებზე. მარტო მე მეცინებოდა მაგალითად მე მყავს ერთი ძალიან წარმატებული მეგობარი მატერიალურად ზეუზრუნველყოფილი რომელიც მეუბნება შენ რას მელაპარაკები მე რო ეხლა ბავშვი გავაჩინო და სახში დავჯდე მე ვინ მარჩენს ვინ შემინახავს მეუბნები შენი მანქანის ეგრეთ წოდებული ზაპასკა რო გაყიდო მეოთხარი 3 წელი გეყოფა მარტო ისეთი მანქანა ყავს
არის ეს პრობლემა. აი ეს ისეთი პრობლემა ხდება, იცით? მე ეს რიტმი რო სამუშაო სახლი, სამუშაო შეხვედრები, რაღაცა ისეთ რეჟიმში არიან, რომ უკვე ვეღარც წარმოუდგენიათ, რომ აი რო გავაჩინო, უნდა მიუგდო ძიძას. აი ან რატო უნდა ხო, აი ფაქტურად თავსაც იდანაშაულებენ. ნუ დედებმა უკვე ძმისშვილები და დიშვილები გაზარდეს. და უკვე მარიფათი აღარ ყოფნით ამისი, რომ კიდევ რაღაცა. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომ სამწუხაროდ წარმატებული ქალები ხშირ შემთხვევაში კარიერაში წარმატებულები არ არიან წარმატებულები პირად ცხოვრებაში. ნამდვილად ასეა და ეს იცით რა, ეს არ არის პრობლემა მარტო საქართველოსი, შეიძლება ითქვას ეს უნივერსალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში, პირველ რიგში განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, ეს პრობლემა უფრო დამძიმებულია ჩვენთან სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ფონი, სოციალური ფონი არის ძალიან რთული. და შესაბამისად, ესე იგი, აი ამ უმძიმეს ეკონომიკურ სოციალურ ვითარებას და იმ დიდ ძალისხმევას, არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უხდება, რომ მოიპოვოს სარჩო-საბედებელი და ოჯახი არჩინოს, უფრო ხშირად უკეთესად თავს-ატმევენ ქალები. იმიტომ რომ ქალი თვითონ ფსიქოლოგიურადაც, ფიზიოლოგიურადაც, ესე იგი, კრიზისული მენეჯერია და ექსტრემალურ სიტუაციას უკეთესად უზნობს. შემთხვევითი არ არის, სისხლდენას ქალი იტანს და კაცი ვერა. აი ამაზე მოგვიწევს ახლა გაჩერება, რატომ აინდამეთ სისხლდენაზე, მაგრამ ისევ წამოგვეწია ეს მოკლე საინფორმაციო გამოშვება 15 წუთის შემდეგ და დაგვრჩება სალაპარაკოთ და მე ისევ გრძნობ ბატონო ზურაბ, რომ ჩვენ ამ თემას უკვე მესამე გადაცემაზეც გადავიტანთ და იქნება part 3 შემდეგ გადაცემა, რატომაც არა. კეთილი, 2 წუთში დაგიბრუნდებით წინ მოკლე საინფორმაციო გამოშვება გელით და შემდეგ კლავაც ჩვენ შემოგერცდებით. სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. გადაცემის ბოლო ნაწილში, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მაინც ვწელეთ და გავწელეთ, არა ისე როგორც ქართულ გამონათქვამში ვწელებ ვერ გავწელო, კარგათაც გავწელეთ, მოვიყვანეთ 12-ის ნახევრამდე და აი ამ დროს ზუსტად მე მგონი ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ბატონმა ზურაბმა ცოტა ტექნიკაზეც შემოგვაპაროს 1-2 საინტერესო რამ. ნამდვილად ახლა აქტუალურია და ყველასთვის საინტერესოა განსაკუთრებით ამ დროს. ნუ აი ამ დროს ნამდვილად ძინავთ ბავშვებს. ბავშვებსაც ძინავთ და უფროსები შეიძლება უფროსები ძილის იმის დამიხედვით რა ხასიათზე არიან, გადაწყვიტონ სქესობრივი აქტის ჩატარება. ეხლა არანაირ რეკომენდაციას და წაქეზებას არ ვაპირებ, თუმცა არაფერი ცუდი მაგაში არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელ ასაკშიც არ უნდა ტარდებოდეს ეს, სხვათა შორის არის ძლიერი პოზიტიური სტიმული, თუ ეს არის რა თქმა უნდა წარმატებული და თუ ორივე პარტნიორისთვის არის სასიამოვნო. მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომ აი სიამოვნების მიღება სხვათა შორის არა მამაკაცსა და ქალს შორის სერიოზულ მიჯნას ავლებს. რა თვალსაზრისით, ესე იგი, ქალმა შეიძლება ვერ მიაღწიოს ორგაზმს, აბსოლუტურად ნორმალური ქალი იყოს, ანორგაზმიაც არ კონდეს, ორგაზმებს აღწევდეს პრობლემის გარეშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა სქესობრივი აქტი ქალისთვის თავდება ორგაზმის მიღწევით. ეს ქალისთვის არის ტრაგედია, ფიასკო. სულ არ განიცდის ქალი ამას ტრაგედია, ფიასკოთ. თუ არის მისთვის ემოციონალურად, ასე ვთქვათ, პოზიტიური ეს სქესობრივი აქტი. ნუ მეორე აქტზე ექნება ორგაზმი, რა პრობლემა არ არის. ბატონო ზურაბ, მამაკაცზე ეგრე არ არის. თუ შეიძლება ერთ კითხვას დაგისვამთ, რა ძალიან ბევრჯერ გამიგია. განსაკუთრებით აი სლავი მეგობრები მყავს ძალიან ბევრი და იმათი პოზიცია ვიცი. ნუ რა არის ის სექსი, მე თუ სიამოვნებას ვერ მივახცია. აი მაგ სიამოვნებაზეა ზუსტად ლაპარაკი, ესე იგი, ეს სიამოვნება ქალთან მიმართებაში ხშირად
არ არის გაიგივებული აუცილებლად ორგაზმის მიღწევასთან ყველა სქესობრივი აქტის დროს. ხო, მაგრამ აი ეს ამ სლავი ქალებისგან მაქვს გაგონილი, რომ მე საერთოდ რაღა მინდა იმ პარტნიორთან, თუ ესე იგი იმას არ მივყავარ მაინდა-მაინც ორგაზმამდე. და მეორე კითხვა, თქვათ ორგაზმის გარეშე დასრულებული აქტი ქალისთვის, ქალის ჯანმრთელობისთვის მავნებელია თუ არა, იმიტომ რომ ესეც გამიგია. არ არის მავნებელი. ეს ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე. არ არის მავნებელი, იცით მავნებელი რა არის, როდესაც ქალისთვის სქესობრივი აქტი ემოციურად არის არასასიამოვნო. ან არის არაფრის მომცემი, თქვენ სწორად ბრძანეთ რა. ესე იგი, ნეგატიური დატვირთვაც ცუდია და როდესაც არ არის პოზიტიური რა. მაგრამ შეიძლება არ იყოს ორგაზმი მიღწეული, მაგრამ იყოს პოზიტიური რა. იმიტომ რომ ქალისთვის ჩვენ ვილაპარაკეთ, არა, ბევრ ფაქტორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მამაკაცის გულისხმიერებას, მამაკაცის, ასე ვთქვათ, ალერსს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ნუ რა თქმა უნდა, ორგაზმსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არა გადამწყვეტი და აი მამაკაცთან მიმართებაში ასევე ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ნებისმიერი სქესობრივი აქტი, რომელიც ვერ სრულდება ეიაკულაციით და ორგაზმით მამაკაცის მიერ, თალსახად განიხილება როგორც ფიასკო. ანუ წარუმატებლობა. ესე იგი, ორგაზმის მიუღწევლობა სქესობრივი აქტის დროს ეს იგივეა მამაკაცისთვის, რაც ერექციის დარღვევა და დაუშვათ იმისიის, ანუ საშოში ასოს შეყვანის შეუძლებლობა რა და ამიტომაც ამ ფაქტორს აი უნდა გაეწიოს ანგარიში. როდესაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე არის ლაპარაკი და შესაბამისად ჩვენ ამ კონტექსტშიც არ შეიძლება არ შევეხოთ გარდა სულიერი ასპექტებისა, გარდა წინასასიყვარულო პრელუდიის ახანგრძლივების აუცილებლობისა და ხშირად ვამბობთ, რომ არც არის ეს წინასასიყვარულო პრელუდია ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ნაადრევი ეიაკულაციის მკურნალობის გარდა, აუცილებლობის გარდა, ამასაც ხშირად ლაპარაკობთ ჩვენ, აუცილებელია ტექნიკური დეტალების ფლობა, იცით რა. შეიძლება ეს ვიღაცას გარყვნილებად მიაჩნდეს რა, აი როდესაც სექსოლოგის ფუნქცია ხშირად იცით რა არის. სექსოლოგის ფუნქცია ხშირად არის ეგრეთ წოდებული სექსოლოგიურ თერაპიული ტრენინგების ჩატარება, სადაც ელემენტარულად ცოლ-ქმრულმა წყვილმა უნდა მიიღოს ელემენტარული ინფორმაცია სქესობრივი აქტის ჩატარების ტექნიკის შესახებ, რაც შემდა საოცრად, აი განცვიფრებული ვარ ხშირად რა დონის არცოდნას ვხედავ მე და როდესაც ლაპარაკი არის მთელ რიგ პათოლოგიურ მდგომარეობებზე, მაგალითად როგორიც არის ვაგინიზმი, ხო? ქალის საშოს სპასტიური შეკუმშვა, რომელიც არ იძლევა საშუალებას ჩატარდეს სქესობრივი აქტი. ამ დროს აი სპეციალურ პოზებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სამკურნალო მნიშვნელობაც აქვს ასეთ პოზებს, იცით და ეს შედის ესე იგი სამკურნალო არსენალში ექიმის სექსოლოგისა რა და იცით რა, როდესაც ლაპარაკია პოზაზე და აი სხვადასხვა პოზაზე და კომბინაციებზე, უამრავია, ახლა ჩვენ ხო ვიცით კამასუტრა ვიცით, sadაც ასეულობით კი არა, გონი 1000-ეულობით არის. ბადნაზურებს მეცინება ხოლმე კამასუტრაზე, იცით რატო? რო უყურებ ხოლმე, ეს მგონია, რომ ეს პოზები ალბათ არის გათვლილი ძალიან გამხდარ მამაკაცზე და ქალზე, ძალიან პატარებზე, პუჭურებზე და აკრობატიულ ჩვევებზე. ოლიმპიურ ჩემპიონებზე. მე არ ვიცი, ვინ მოიგონეს რა თქმა უნდა. მაგრამ აი როდესაც ლაპარაკი არის აი ყველაზე ტიპიურ პოზებზე სქესობრივი აქტის ჩატარების დროს, აქ შეიძლება გამოკვეთა რაღაცა კანონზომიერებებისა, რომლის ცოდნა არის აუცილებელი. და ესე იგი ტექნიკური თვალსაზრისით აი ეს პოზები განისაზღვრება ამა თუ იმ ქალის, ამა თუ იმ ეროგენული ზონების ჩართვის, ასე ვთქვათ, საშუალებით რა. აი რამდენად იძლევა ესე თუ ის პოზა ამა თუ იმ ეროგენული ზონის ჩართვის საშუალებას. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მომენტი ძალიან არის ქალის კლიტორი. იმიტომ რომ ჩვენ კლიტორი ვიცით ეს ვილაპარაკეთ მაგაზე, რომ კლიტორი არის ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, ეროგენული ზონა ქალისთვის, რომლის გაღიზიანება ყველაზე ადვილად აძლევს საშუალებას ქალს მიაღწიოს ორგაზმი და რა თქმა უნდა, ეს უნდა გათვალისწინებული იქნეს პარტნიორი მამაკაცის მიერ და აქ არ არსებობს არანაირი დაუშვათ რეცეპტი, რომ აი აუცილებლად ამ პოზაში უნდა იცხოვრო, ამ პოზაში ხა თუ არ ჩავთვლით სამკურნალო პოზებს, აი ვაგინიზმის დროს ვახსენე, არის ესეთი ეგრეთ წოდებული პენეტრაციული პოზა, სადაც გაიოლებული არის შეღწევა, პენეტრაცია ლათინურად შეღწევას ნიშნავს.
მაგრამ როცა ლაპარაკი არის ჩვეულებრივი მდგომარეობის დროს სქესობრივი აქტის ჩატარებაზე, როცა არ არის პათოლოგია, ხო? ესე იგი არ არსებობს რაღაც დაუშვათ, აი რაღაც სავალდებულო და რაღაც ყველაზე კარგი პოზა. და რაც არ უნდა მაგალითად ზუსტი პოზა იყოს, რაც არ უნდა დაუშვათ კარგად დამუშავებული პოზა იყოს, ეს სრულიადაც არ არის წარმატების გარანტია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი რამოდენიმე ყველაზე ტიპიური ესე იგი პოზა უნდა დავასახელოთ და პირველი ახლა გასაკვირია ყველაზე ტიპიური მთელ სოფლიოში არის ყოველ შემთხვევაში დასავლურ სამყაროში, ჩვენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, არა? არა მარტო ჩვენ სხვათაშორის, ჩვენი სამხრეთის მეზობლების და ყველაფერი უფრო დასავლურის, ვიდრე აღმოსავლურისში მაინც მოისაზრება უფრო ჩინეთი, ინდოეთი და ასე შემდეგ. მისიონერის პოზა, რა არის მისიონერის პოზა? ხალი ქვევით და პასიური, კაცი ზევით და აქტიური. ხო? არა და ესე იგი აი კლასიკური და ყველაზე ფიზიოლოგიური პოზა რომელია ეცით მისიონერის? არა ბატონო. დოგი. ნუ ამას უძახიან კიდე ალა ვაშ. ფრანგულად ალა ვაშ არის ძროხა. ნუ რა არის ეს ალა ვაშ? ეს არის როდესაც ხალი ეყდნობა მუხლებს და იდაყვებს. მამაკაცი იმყოფება უკან მუხლებზე დაჩოქილი და ეხვევა ქალს ესე იგი წელზე. ასეთ დროს, ესე იგი სქესობრივი კავშირის დროს საშოს ღერძი ემთხვევა ასოს ღერძს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ აქვს მნიშვნელობა? ამ ღერძების დამთხვევა ხელს უწყობს ასოს ღრმად შეღწევას საშოში და რაც მთავარია ეროგენული ზონების, კერძოდ კი კლიტორის ადვილად გაღიზიანებას. შემთხვევითი არ არის, რომ ძუძუმწოვართა კლასის წარმომადგენელი არა ვართ ჩვენ? ვართ. აი ყველანი თქვენ დოგი ახსენებთ, ხო? დოგიც ესე ცხოვრობს, ნუ ალავაშ ეს გასაგებია. დოგი და ალავაშ ერთად იგივეა, ხო? კი. ესე იგი სხვათა შორის, აი ყველაფერ ამას პრინციპიალური მნიშვნელობაა განსაკუთრებით სუსტი სქესობრივი კონსტიტუციის ქალისათვის. ვისთვისაც უფრო პრობლემატურია ორგაზმის მიღწევა. და ამ დროს მამაკაცი მჭიდროდ აწვება მუცელზე მწოლიარე ქალს და ესე იგი მუცელზე მწოლიარე ქალს ამ შემთხვევაში რა იდაყვებზე რო არის რა და შესაძლოა კლიტორის მსუბუქი ფიქსაციაც თითიდან სხვა ვარიანტი, როდესაც მამაკაცი ესე იგი თვითონ ხელით ხელს უწყობს აი ამ ეროგენული ზონების სტიმულაციას. ბატონო ზურაბ, მე ვფიქრობ, რომ არის კიდე უამრავი. აი აქ დავასრულოთ, იმიტომ რომ უკვე გადმოხდა ჩვენი ხმის რეჟისორი თავისი პულტიდან ფაქტიურად და გვეუბნება, რომ უნდა დავასრულოთ გადაცემა აუცილებლად. მომარაღებდა. მე მინდა ვუსურვო ჩვენს რადიომსმენელებს ღერძების დამთხვევას ამაღამ. დააღელვებას აუცილებლად. სექსუალური გზნობების გამძაფრება ვუსურვოთ ყველას. ეს არის წარმატებული სექსის, ასე ვთქვათ, წინაპირობა. ხო, ვინც ახლა გვისმენდა, იმედია არ გაგვიწყრება, რომ ესე იგი ძალიან უკვე დავკონკრეტდით, იმიტომ რომ აქამდე რაზედაც საუბრობთ ფაქტობრივად ხო. სექსოლოგია კონკრეტული და ზუსტი მეცნიერებაა სხვათა შორის. ყველას გასაგონებია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რადიომსმენელები ამას ადეკვატურად აღიქვამენ ყველაფერს. რა თქმა უნდა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, მომავალ სამშაბათს ჩვენ განვაგრძობთ ჰეტეროსექსუალურ წყვილებზე, ქალისა და მამაკაცის სქესობრივ ურთიერთობებზე საუბარს და ეს გამოგვივა უკვე ფაქტობრივად მესამე გადაცემა, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ ვერაფერს. ირინებისა. კარგად ზანდებოდეთ, არ გვინდა ეს ძილი ბატონო, ღერძებზე ლაპარაკოთ. კარგად იყავით. კარგად ბრძანდებოდეთ ძვირფასო რადიოსმენელებმა. სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის.